ემპათია ადამიანებს შორის ამ თემაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ვიდეო რგოლების კონკურსი გამოცხადდა. Აღნიშნული პროექტი წიგნიერი ლიდერის ფარგლებში იმართება. კონკურსს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი პარტნიორ სკოლებში ატარებს. მასში მონაწილეობის მსურველებთან სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა. გამარჯვებულები 2026 წელს გამოვლინდებიან. შეგახსენებთ, რომ დავითიანი პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში თანამშრომლობს თბილისის 30 სკოლასთან. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების, ეროვნული ფასეულობებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. ეს კონკურსი ჩვენთვის პირველი არ არის, უკვე რამდენიმე წელია ასეთ კონკურსებს ვატარებთ და ძალიან მაღალ შედეგებს გვაძლევს ბავშვების მიერ შესრულებული და გადაღებული ვიდეო რგოლები. ეს თემები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ ბავშვებს, იმ გამოწვევებზე არის, რომელი გამოწვევების დღეს საზოგადოებაშია. წლევანდელი თემა არის ემპათია ადამიანებს შორის. შარშა მქონდა ასეთი საინტერესო თემა, ურთიერთობები ინტერნეტის გარეშე და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლები გადაიღეს. ჩვენი კონკურსი ითვალისწინებს ფულად პრემიებს. პირველი ადგილი 500 ლარით ჯილდოვდება. მეორე ადგილი 300 ლარით, მესამე ადგილი 200 ლარით და ხალხის რჩეულიც ასევე 200 ლარით ჯილდოვდება. ეს არის წამახალისებელი, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ერთგვარი мотиваცია, მაგრამ სანამ ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებდეთ, ჯერ პირველ რიგში ბავშვებს ჩაუტარეთ მასტერ-კლასი, რომელსაც პროფესიონალი რეჟისორი უწვებოდა, გუგა გელაშვილი, დიდი მადლობა გუგას ამ ჩართულობისთვის, დეტალურად აუხსნა თუ როგორ უნდა გადაეღოთ, რისთვის უნდა მიექციათ ყურადღება და შესაბამისად ამ ყველაფერს ჩვენი მოსწავლეები გაითვალისწინებენ ვიდეო რგოლის გადაღებაში. საერთოდ ეს ყველაფერი არის იქეთკენ მიმართული, რომ დღევანდელი გამოწვევები რაც გვაქვს ცხოვრებაში, გავიაზროთ მოსწავლეთა მხრიდან თავიანთ თანატოლებში და მოხდეს ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. ბუნებრივია ხა ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან რამდენიმე თემა რომ მოვიცვათ წელიწადში ერთხელ 25 ვიდეო რგოლის გაკეთება არ არის პატარა საქმე და შესაბამისად 25 ძალიან საინტერესო ემპათიური ფილმი იქნება გადაღებული და მე მინდა ყველა ჩვენს მოსწავლეს წარმატება ვუსურვო. შეიქმნა გიმნაზიაში შენობა და 5 კაციანი საორგანიზაციო გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებს დავითიანის ვიდეო რგოლში ემპათია ადამიანებს შორის. ჩვენი გუნდი ძალიან კრეატიული არის და ძალიან ორგანიზებულად მუშაობს ამ პროექტზე. ვფიქრობ ძალიან კარგი ვიდეო გამოგვდის. წინა წელსაც მივიღეთ მონაწილეობა, გავედით მესამე ადგილზე და დავიმსახურეთ ფულადი პრიზიც. ძალიან კრეატიული ვიდეო გამოგვივიდა და ჟიურისგანაც ბევრი მოწონება დავიმსახურეთ.